მოგესალმებით. ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ფიქრობდი, რომ იმისაც რომ შექმნა ახალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, საჭიროა იყო ან მათემატიკოსი, ინჟინერი, პროგრამისტი, ფიზიკოსი და ალბათ ამიტომ იყო, რომ პირველი კურსის ბიზნეს ადმინისტრების სტუდენტმა პირველი ჩემი პროექტი გავაკეთე დანიურ ხაჭაპურზე. დანიური გადაწყვიტე მაინც, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო და არასტანდარტული, ხოლო მეოთხე ბიზნეს პროექტის შემდეგ უკვე გამოვიწერე 3D პრინტერი, დავიწყე შეგროვება წინასწარ 3D პრინტერის გამოსაწერად, იმიტომ რომ დავინახე შესაძლებლობა, რომ ყველაფრის დაბეჭდა თუ შეიძლება, ყველაფრის დამზადება თუ შეიძლება თან ძალიან დაბალ ფასად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენციას ვერავინ ვერ გამიწევს და თან საქართველოში არ იყო მსგავსი სერვისი მაშინ. 3 თვის შემდეგ მივხვდი, რომ რეალურად პროდუქტის კი არა, უფრო პროტოტიპი შეაქმნელად იყო 3D პრინტერი გამოსადეგი და აი მაშინ ახალი სამყარო გავიცანი. გავეცანი Thingiverse არის ყველაზე მსხვილი ბაზა 3D მოდელების, შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის პროდუქტი მონახოთ, დიზაინი შეარჩიოთ და გადმოწეროთ და დაამზადოთ სახში 3D პრინტერით. და არის ძალიან უნიკალური დიზაინები, რაც შეიძლება სხვაგან ვერ ნახოთ. ამის გარდა ვეცნობოდი Kickstarter-ს და საბოლოოდ მივხვდი, რომ როგორ შეიძლება ასეთი მარტივი იდეები და იყოს და ამავდროულად ასეთი გენიალური. და უკვე დავიწყე ფიქრი, რომ მე რატომ არ მომდის ასეთი იდეები და არაფერი განსაკუთრებული ერთი შეხედვით. ამ პროცესში ფიქრობდი, რომ თუ ეხლა ვამბობ, რომ ეს იდეები არის ძალიან მარტივი და გენიალური და მე რატო არ მომივიდა, ისე მომავალშიც იქნება ეგეთი იდეები გამოგონილი და დავიწყო ფიქრი ეხლა ამაზე. ამ მიდგომამ არ მიშველა. ვერ მივედი გენიალური იდეამდე მაინც. და მაშინ იყო ამ პროცესში იყო, რომ მეგობარმა გამომიგზავნა ლინკი ინებლის შეახებ. ადრე ვიცოდი, რომ 3D პრინტერით ამზადებდნენ ხელის პროთეზებს და მაგრამ არ დავინტერესებული ვარ, ძალიან რთული მომეჩვენა. მაგრამ მეგობარმა გამომიგზავნა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო ინებლის კომუნიკის შეახებ. წარმოვიდგინეთ, ადამიანები სოფლიოს მასშტაბით, სხვა ქვეყანაში მოხალისეები ერთიანდებოდნენ იმის გამო, რომ დახმარებოდნენ სხვებს. თავიანთი უნარების ცოდნა გამოეყენებინათ სხვების დასახმარებლად. და ამ იდეამ ასე ვთქვათ ამანთო და მომინდა რომ ჩვენთანაც საქართველოშიც რაღაცა მსგავსი ყოფილიყო. დავიწყე ძებნა პაციენტის პირველ რიგში ვის შეიძლება რომ დახმარებოდი. კლინიკები დავიარე, ორთოპედიები ვნახე, მაგრამ ვერ პოულობდი. ბოლოს ორთოპედთა და პროტეზისტთა ასოციაციაში ბატონ გუტა ვაშაძეს შევხვდი და მითხრა რომ 6 წლის გოგონა იყო, რომელსაც შეიძლება რომ დავხმარებოდი და ჩავიწერე საკონტაქტო ინფორმაცია. დავამზადე შემდეგ პროტოტიპი, რომ გავცნობოდი როგორი არის ეს და რა არის ამ პირდაპირ პაციენტისთვის დავამზადებდი და უკვე შემდგომ შევძელი რომ ჩემ მეგობრებთან და მამაჩემთან ერთად დამემზადებინა ძალიან მარტივი, მაგრამ იმ დროის ჩემ ძალიან რთული პროთეზი, დაუკავშირდი ინებლის წარმომადგენლებს, დიზაინერს და ახალი მოდელი ქონდა შექმნილი და გავამიგზავნა პირველი დავტესტე, ასე ვთქვათ, მისი დიზაინი. ამის შემდეგ დავინახე, რომ ეს მექანიკური იყო, ძალიან მარტივი მოდელი და მაგრამ იყო შეზღუდული ფუნქციები ქონდა. მარტო შეიძლება ხელის მოხრა და გაშლა. უკვე დავიწყე ფიქრი, რომ შეიძლება გააკეთებინა ელექტრონული პროთეზი, კუნთის დაჭიმით შეიძლება ნებისმიერ თითის მოხრა და უკვე ეს იყო ჩემი შემდეგი მიზანი. მაგრამ ამისთვის უკვე ჩემი ცოდნა არ იყო საკმარისი და ის ფიზიკოსი და ინჟინერი იყო საჭირო. ამიტომ უნდა მომენახა გუნდი, ვინც დამეხმარებოდა ამის განხორციელებაში და დავიწყე ძებნა, მაგრამ ამ პერიოდში იყო ის, რომ სხვა იდეაც მქონდა და მეგობრებთან ერთად სხვა სტარტაპზეც მუშაობდი. ყოველდღიურობის პრობლემიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი საფულე გავსებული იყო სხვადასხვა ბარათით, დავიწყეთ ამ ბარათების დადნობა, შიგნით რა იყო გვაინტერესებდა. აი ეს არის მეტრომანში, რეალურად შეგიძლიათ ნახოთ და ამ
ჩიპების, ასე ვთქვათ, ანტენების ამღება დავიწყეთ და ჩადება 3D პრინტერით ამობეჭდილი ბეჭედში. წარმოუდგენელი არ ქონდა თავიდან ამ ტექნოლოგიის შეახებდა, თან გზაგზა ვეცნობოდით და შემდგომ უკვე ვიხდიდით მაღაზიებში, პოსტერმინალებზე, ვიხდიდით მეტროებში, ავტობუსებში და ხალხი იყო გაოცებული და ამა კიდევ უფრო დაგვაჯერა და мотиваცია გაგვიზარდა, რომ რაღაცა საინტერესო არის და თან მსგავსიც არ არის. ამაზე უკვე მართალია იდეა ქონდა, მაგრამ განხორციელება იყო საჭირო. განხორციელებისთვის პირველ რიგში თავარია გუნდი და დაფინანსება. კნიკის შემთხვევაში, ჭკვიანი ბეჭდების შემთხვევაში ისა გუნდი უკვე შეკრული ვიყავით მალევე და მალევე გავიტანეთ პროექტი დაფინანსებლად. 2 თვეში 15000 ლარი ქონდა უკვე, რომ პირველ დაგვეწყო იდეის განხორციელება. მერე იყო ძალიან ბევრი შეხვედრები, შეიძლება ითქვას, რომ თქვის განმავლობაში 10 შეხვედრა ქონდა, ვეცნობოდით ამ ტექნოლოგიას უფრო და უფრო, გვეუბნოდნენ, რომ კი, დაგეხმარებით რაღაცა, ბოლოს იწელებოდა დრო ძალიან და ამ პროცესში კიდე სანამ ეს მოლაპარაკებების პროცესი იყო, ისევ გამახსენდა, რომ გუნდი მაქვს მოსანახი, რომელიც ელექტრონულ პროცესს შექმნაში დაგვეხმარება და შორს არ დამიწყია ზევნა, ისევ ჩვენთან თავისუფალ უნივერსიტეტში ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამით, პროგრამისტი, ინჟინერი, ფიზიკოსი და მეტი რა მინდოდა მეც დაველაპარაკე, მოუყევი ჩვენი იდეის შესახებ, დაიჯერეს, გაუხარდათ და ერთად დავიწყოთ. ჩვენ უთხარით ბიზნეს ადმინისტრაციულ და დაფინანსება ჩვენზე იყოს, მოვნახავთ. მართლაც გავიტანეთ პროექტი უკვე მალე, 1 თვეში უკვე მივიღეთ დაფინანსება საწყისი. მაგრამ იყო ძალიან მარტივი პროტოტიპი. ხელს ისის ხრიდა და შლიდა. გვინდოდა რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ იდეები მაინდამაინც არ მოდიოდა. აი მაშინ იყო რომ უკვე ჰაკათონი იყო გამოცხადებული და რატომაც არა ვცადეთ ბედი და ჰაკათონზე მივედით, მაგრამ არ ვიცოდით რა უნდა კონკრეტულად რა შეიძლება გავუკეთებინა. ლაბორატორიაში მივედით, რაც კი ნაწილები ვნახეთ, ჩავყარეთ ჩანთებში და წამოვედით, ქუთაისში წავედით. იქვე ამოვკრიფეთ ეს ნაწილები, 3 ჩანთა გატენილი ქონდა, იქიდან 80% არ გვჭირდებოდა და დავიწყეთ ფიქრი, რისთვის გვჭირდება ხელი. რისთვის ვიყენებთ ხელს? მე იყო ვარაუდები, რომ გვჭირდება, რომ მაუსი კომპიუტერთან ინტერაქციისთვის, კლავიშებიდან საკრავი დასაკრავა და ესა. კომპიუტერთან ინტერაქციისთვის მაუსი ატგვინა თუ გვაქვს ასეთი ჭკვიანი ხელი და უკვე პირდაპირ ხელი იყოს მაუსი. გადავწყვეტ, მე შედაბამის ტექნოლოგია ჩავდეთ შიგნით და დავამატეთ კიდე RFID წამკითხველი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩიპთან მიახლოებით ხდებოდა ხელი უკვე რა საგანი არის და შედაბამის ფუნქციას ასრულებდა და მე პიანინოზე დაკვრაც მოგვინდა, უკვე ამბიცია გაგვიჩნდა და დავამატეთ ფუნქცია, რომ ხელის დახრილობით გადართული იყო თითოეული თითი და ასე ვთქვათ, თეორიულად მაინც იმ მომენტში შევძელით, რომ პიანინოს ფუნქციას დაგვემატებინა. მართალია პრეზენტაციის წინ 3 ძრავი დაგვეწვა და გაგვიფუჭდა, მაგრამ მაინც ასე თუ ისე იდეა დავანახეთ, თუ რაში მდგომარეობდა ჩვენი იდეა. ამის შემდეგ რეალურად დავინახეთ ახალი მიმართულება. რატო ვცადოთ, რომ მივამსკავსოთ ნამდვილ ხელს და ასე ვთქვათ, აღვადგინოთ ფუნქციები ადამიანის. როცა შეიძლება რომ გავაკეთოთ უკეთესი. როცა შეიძლება რომ არა ნამდვილის ხელის მსგავსი, არამედ უკეთესი ბიონიკური კიდური შევქნათ. აი წარმოიდგინეთ მაგალითად მომავალში ბიონიკური კიდურები, რომ შეძლებენ ვირტუალური სამყაროში ინტერაქციას, შეძლებენ სხვა ჭკვიანი მოწყობილობების მართვას და ეს ყველაფერი იქნება ის, რაც არ შეგვიძლია ჩვენ, არ შეგვიძლია ჩვეულებრივი ხელის მქონე ადამიანებს და ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა ძალიან აქტიურად. ასე ვთქვათ, ჩვენი სიზუსტე რაც იყო, გამოვიყენეთ ჩვენ სასარგებლოდ ამ პერიოდში და ასე ვთქვათ, ნელ-ნელა დავიწყეთ ზრდა. კომუნიტის იდეა რაც თავიდან ქონდა, ამაზე აქტიურად მუშაობთ ახლაც და თავიდან თუ ვიყავით 4 დღესდღეობით კომუნიტში უკვე კომუნიტის წევრების ჩათვლით ვართ 30-მდე, იგივე კნიკში 10-მდე ვართ უკვე და ორივე პროექტში დამატებით მივიღეთ დაფინანსება, რაც უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ განახორციელოთ ჩვენი იდეა. გვაქვს გამოწვევები ძალიან ბევრი, თუმცა ამ თავგადასავლის ბოლო რაც უნდა იყოს, ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა. თუ გჯერა საკმარისია, რომ დაიწყო.
დააჯერო სხვა და არ გაჩერდე. პეპლის ეფექტი კი დროის ამბავია. გმადლობთ.